დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ვლადიმერ ადამია, რომელიც არის მრავალათეულწლიანი, ასე ვთქვათ, გამოცდილებით IT ინდუსტრიაში, როგორც მომსახურების მიმართულებით, ასევე სწავლების მიმართულებით, ყველა დონეზე, პროფესიულ დონეზე, აკადემიურ დონეზე და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ მისი დღეს ამ პროექტში ჩართულობა ძალიან ღირებული იქნება, ნაყოფიერი და სასარგებლო თითოეული თქვენთაგანისთვის და ჩვენთაგანისთვის ბატონ ლადოს აქვს გამოცდილება სასწავლო პროგრამების შექმნის მიმართულებით, ფაქტიურად ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამა თუ Excel-ის პროგრამა თუ სხვა მსგავსი პროგრამები არ შექმნილა სტანდარტისთან დაწყებული საგამართლო პროგრამით დამთავრებული მისი ჩართულობის გარეშე და ამიტომ მისი ასე ვთქვათ როლი ამ კუთხითაც ძალიან განუზომელია და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას მისი ძვირფასი დროის დათმობისთვის და კიდევ უფრო მეტი დრო რო არ წავიღო ვთხოვ მას რომ გვიყვეს თავის გამოცდილების შესახებ, საქმიანობის შესახებ ეს პროექტი ემსახურება იმ მიზანს, რომ გავაგებინოთ მომავალ თაობას, სტუდენტებს რა შესაძლებლობები არსებობს, დასაქმების რა მიმართულებები არსებობს, რომ IT სფერო არ არის ისეთი ვიწრო სპეციალობა, რომელიც იყო თქვა 20 წლის წინ და 10 წლის წინ, ის კიდევ და კიდევ დღესდღეობით უფრო სხვადასხვა მიმართულებებს იძენს და სხვადასხვა ასე ვთქვათ შესაძლებლობები ჩნდება დასაქმების კუთხით. ამიტომ თქვენი გამოცდილება, როგორც სისტემების ადმინისტრატორის, როგორც Excel-ის ადმინისტრატორის, როგორც სასწავლო პროგრამების ასე ვთქვათ შემქმნელი თუ მოდულების განმახორციელებელი ძალიან ღირებული იქნება. მადლობა იაზონ წარდგენისთვის, ზუსტად შემწყვა რეგალიები ჩამოთვალეთ. არაფერი კიდე ყველაფერი არ მithქვამს, რაც კიდე საქმედი იყო. მოკლედ მივესალმები საზოგადოებას. მე გახლავართ ვლადიმერ ადამია, როგორც ბატონმა იაზონმა გითხრათ, მე ამჯერად ვარ ახლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი IT მიმართულებით, და აგრეთვე ვარ IT მენეჯერი ტექნიკური უნივერსიტეტის. შესაბამისად, აგრეთვე მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგას არ გავაგრძელებთ. მოკლედ მოგიყვებით, ციფრული ტრანსფორმაციის რეალობას ხდება მსოფლიოში და როგორ უწყობს IT სამყარო ამ ცვლილებას, ტექნოლოგიურ ცვლილებას ზოგადად მსოფლიოში, ხო? თქვენ იცით, რომ აქტიურად ვითარდება IT ტექნოლოგიები და ყოველდღიურად იცვლება და სიახლეები გამოდის ბაზარზე. ეს შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, ბიზნესს, სამწუხაროდ ომსაც, როგორც ხდებით, როგორც ცვლის ტექნოლოგიები ომს, ომის რეალობას, ეს ნათელი მაგალითია უკრაინაში და მე მგონი ყველა მიცით IT-ის რა როლი აქვს ამ სამწუხარო ამბავში, მაგრამ ეს ფაქტი არის რა. ჩვენ ვითარდება ეგრეთ წოდებული ubiquitous network, ყოვლის მომცველი ქსელი, და ყველას გაგიგიათ IoT network-ი, რომელიც გულისხმობს საგნების ქსელის ფორმირებას, ხო? ჩვენ რასაც ახლა ადამიანები ვიყენებთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ 97% საგნების არ არის ჩართული ინტერნეტში და ქსელში, ხო? მომავალში ეს ტენდენცია მიდის იმისკენ, რომ ფაქტიურად არ დარჩება რამე ტიპის საგანი, რომელიც შეიძლება არ ჩაერთოს ქსელში, ხო? ამიტომ ეს ყოვლის მომცველი ქსელის განვითარება ხორციელდება ყოველდღიურად და ყოველდღიურად ხდება ახალი საგნების ჩართვა ქსელში. შესაბამისად, IT-ის როლი ჩვენ განვითარებაში და ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო? ჩვენ ამ IoT ტექნოლოგიების და ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებამ აძლევს ადამიანს მეტ დროს იმისათვის, რომ თავისი თავი მიუძღვნოს თავის ცხოვრებას, ხო?
ხარო დავაკვირდეთ რეალობას ყოველდღიურს, ანუ ადამიანი იღვიძებს 9 საათიდან მუშაობს, რაღაცა 6 საათამდე, ამას აქვს რაღაცა რუტინული ხასიათი. უმრავლესი ადამიანის სამშობლოში, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს იქნება ორ შაბათიდან პარასკევამდე, ზოგიერთი შაბათსაც მუშაობს და ერთადერთი დღე რჩება კვირა დღე, სადაც ოჯახს უნდა დაუთმოს, იქ შვილები, პროდუქტების მომარაგება, იქ რაღაც ექნება, ანუ ადამიანს თავისთვის არანაირი დრო არ რჩება, ანუ ჩვენ ზოგს ვიყვარს ცხენოსნობა, ზოგს ვიყვარს დადირობა, ზოგს ვიყვარს მოგზაურობა. ანუ ადამიანს თავისთვის არანაირი დრო არ რჩება. თავის საყვარელი ადამიანების, თავის ოჯახისთვის თუ გინდათ, ანუ უმცირესი დრო რჩება. ანუ ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი ზოგადად ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის. ამიტომ ტექნოლოგიებმა და განსაკუთრებით IT-მ ეს ტვირთი უნდა ჩამოხსნას ადამიანს და ტექნოლოგიურმა განვითარებამ მეტი დრო უნდა გამოუთავისუფლოს ადამიანს თავისი პირადი სივრცის განვითარებისთვის და მოხმარებისთვის, ხო? ამიტომ ხა ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში ბევრი ისეთი რუტინული საქმე, რომელსაც ადამიანი აკეთებდა, ანაცვლეს რობოტები და ხდება რობოტიზება ასეთი რუტინული საქმიანობის და ანუ მომავალში თუ არ ვცდები ბატონო იაზონ 30 წლისთვის დანიაში უკვე 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი ხება, ანუ არა უმეტეს რამდენიმე ქვეყანა განიხილავს, პოლონეთი მათ შორის. პოლონეთი ხო, დანია, ნორვეგია და ასეთი ქვეყნები. იაპონიამ დაიწყო თავიდან და კიდე სხვაებიც არის. ანუ 43-იანი სამუშაო გრაფიკი უნდა დაიყვანონ მინიმუმ 32 სამუშაო საათიანზე და მე იმის შემცირებაც არის, ანუ 8 საათი კი არ უნდა იმუშაოს ადამიანმა დღეში. ანუ იმუშაოს და 6-ზე არის ლაპარაკი, 6 საათიან დაყვანას, იმიტომ რომ ახლა მარტო 8 საათი ხო არ არის, სანამ სამსახურში მიდის ადამიანი, უამრავ დროს კარგავს მისვლაზე და შესაბამისად სამსახურიდან წამოსვლაზე და ეს აისახება ადამიანის ცხოვრებაზე, ხო, მის ფსიქიკაზე, მის ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერ იქნება პროდუქტიული ადამიანი, როცა ხო, პროდუქტიული ვერ იქნება, 40 საათი ახლა დღეში რომ დაუთმო, გინდათ შენ ორგანიზაციას, გინდათ სხვა ორგანიზაციის ნაწილი იყო, ხო, ანუ უმრავლესია და 80% ადამიანები სხვა ორგანიზაციის დასაქმებული არიან, ხო, ანუ ეს იქნება სახელმწიფო ორგანიზაცია თუ კერძო, ხო? შესაბამისად იმ წესებს იღებენ, რა წესებიც არსებობს ამ ორგანიზაციაში. ანუ მოკლედ ამ ტექნოლოგიებმა ეს როლი უნდა იკისროს, მით უმეტეს IT-მ, ამიტომ ხდება smart ტექნოლოგიის აქტიური დანერგვა, ანუ არსებობს smart სახლები, smart რა ვიცი, სოფლის მეურნეობის ობიექტები, smart თქვა ვენახი, smart ავის პლანტაცია, შეიძლება არის smart სისტემის ავტომატიზაცია, ხო, ავტომატიზაცია, რომ ანუ აი ჩემი მეგობარი ერთი ახლა ამერიკაში მოღვაწეობს, ანუ ყოფილი მინისტრი იყო და მან დაარსა ეგრეთ წოდებული Z ტრაქტორი, ანუ თქვა იმაში კალიფორნიაში და უშვებს უპილოტო ტრაქტორებს. ანუ ერთი პულტით შესაძლებელი არის 32 ტრაქტორის შეშვება ველში და ანუ თვითონ ხალხი ისინი რა, ანუ შენ მიცემ არეალს და თითოეული 64 კამერით არის აღჭურვილი და სენსორები და შესაბამისად ანუ ადამიანი ამ ხრივ მონაწილეობს მინიმალურად, ანუ ველს ამუშავებს სოფლის მეურნეობაში, თქვა ეს 32 ტრაქტორი, ანუ IT ტექნოლოგიებს ხარდაჭერით. ანუ ეს არის უდიდესი თქვა ერთ-ერთი დროის გამოთავისუფლება და ეს რა თქმა უნდა გაზდის წარმადობას და მეორე მხრივ ამცირებს ფასებს და მოკლედ მოქმედებს დადებითად. უდიდესი ცვლილებები არის რა თქმა უნდა ჯანდაცვის მიმართულებით. ინარგება როგორც კანქვეშა, ისე კანზე და ეგრეთ წოდებული სენსორები, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის პრევენცია და დაავადების ადრეული გამოვლენა. ანუ სამწუხაროდ ახლა სიმსივნე არის ისეთი დაავადება, რომელსაც ადამიანი აღმოაჩენს, ანუ უკიდურესად მესამე ფაზაში, ხო? როცა უკვე ფაქტიურად ძალიან ძნელია პროცესის შემოbrunება. ამიტომ დღეს მდგომარეობით ასეთ ფაზაში მე როგორც ვიცი, ადამიანის 60% იღუპება და მეოთხე ფაზაში თუ აღმოაჩენს, უკვე ფაქტიურად 80% არის გამანადგურებელი ადამიანისთვის და ამ ადამიანებს ხარჯებად იღებენ უდიდეს ტრამვას, როგორც ფინანსურს, ისე მორალურს, ახლობელი ადამიანების დაკარგვის გამო. არამედ ესეც არის სერიოზული დარტყმა ბიუჯეტისთვის, ხო? ანუ იმიტომ რომ არსებობს უამრავი პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და სახელმწიფოს ხარჯზე ხდება
ბევრი ასეთი უკიდურესი დაავადებების ხომ მკურნალობა. ამიტომ თუ იარსებებს კანქვეშა რაღაცა ისეთი სენსორი, რომელიც ამ უჯრედოვან გარდაქმნას ადრეულ სტადიაზე დააფიქსირებს და შეატყობინებს თავის მკურნალექიმს და აგრეთვე ადამიანს პიროვნულად, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული გარდატეხა ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ანუ უამრავ დროს და უამრავ თანხას გამოანთებს უფლს ადამიანის, ხო? ანუ იგივე smart ქალაქის იდეა არის, იგივე სისკოს ბაზაზე დანერგება ბარსელონაში და ფაქტიურად არ რჩება არც ერთი წერტილი, რომელიც არ შეიძლება ჩაერთოს ქსელში, ხო? ნაგვის ორნიდან დამწყებული, რავი, გადასასვლელი, საპარკინგე სივრცეები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ექიმი რობოტები დანერგა უკვე ჩინეთმა და ძალიან აქტიურად ხო, გამოიყენა. ტაქსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ექიმი რობოტებზე ვამბობ, ანუ ექიმი რობოტები, 80%-იანი მომსახურე პერსონალის მეტი არის და ასე სიზუსტის. შემდეგ. ხო. კი ბატონო. იგივე ვთქვათ, ახლა რადგანაც ახლა ექიმებს შევხედე, ვთქვათ რა არის, ახლა ჭკვიანი ხალიჩა შეიძლება იყოს სახში. ჭკვიანი უნიტაზი შეიძლება იყოს. რომელიც აღმოაჩენს ადამიანის რაღაც ყოველწლიური წუთიან იმას გადახრებს, ხო? და მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ანუ ხალიჩა რა არის, სოყვანი დაავადებით თუ ბავშვი დარბის ტიტული ფეხებიდან ადამიანი გაივლის, ის შეიძლება აიღოს რაღაცა ისეთი ნაწილაკები ამ ფეხის ტერფიდან, რომელიც შეიძლება დიაგნოზირება გააკეთოს. ნუ არის სხვა მიმართულებიც, ანუ აქტიური საწყობი, თქვათ. აქტიური, თქვათ, ისა კვიანი საწყობი, ანუ ადამიანი ახლა აი სტუდენტები განსაკუთრებით ახლა ვინც ჩამოსული არიან და სხვა გინდათ კამპუსში ცხოვრობენ, გინდათ ნაკრავებინაში, მიდის დაღლინიდან უნივერსიტეტიდან და სანამ კარტოფილს გათლის, სანამ აჭრის, სანამ აცხელებს და სანამ შეწვავს, უკვე მადა გადაგივა, ხო? ჩამის. ამიტომ თუ იქნება ჭკვიანი საწყობი, შეხვალ წინასწარ, სანამ სახში მიხვალ, პიცა იქნება თუ რა იქნება, კარტოფილი იქნება გათლილი, ჩაყრე, შესანახი შესაბამის კონტეინერში და მე სანამ შევალ სახში, შეუკვეთავთ და გამზადებული დახვდება, ხო? ანუ ესეც ჩვენი დროის რესურსის გამოთავისუფლებაა, სერიოზული, ხო? კი ბატონო. ასეთი მარტივი რაღაცეებისგან შედგება ეს კომპონენტები და რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ჯამი რა არის ტექნოლოგიური განვითარების, რომ ჩვენ დაგვჩეს რაც შეიძლება მეტი დრო ჩვენი თავისთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის და რა ვიცი. ასე შემდეგ. ხო, ახლა თქვენ ჩაგიტარდათ აქტიური ტრენინგები როგორც ვიცით, ანუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ხომ და ქსელების მიმართულებით? დიახ. კი ბატონო. ვების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გქონდა ტრენინგების სერია. აპლიკაციები. ხო. და საინტერესო იქნება ზოგადად ტენდენციებსაც რომ მივაქციოთ ყურადღება გაუსვათ ხაზი რომ ასე ვთქვათ ამ არაპროგნოზირებად სამყაროში 21 საუკუნეში ცოტათი მაინც შეგვეძლოს პროგნოზის გაკეთება რა მიმართულებებზე, განსაკუთრებით IT რა მიმართულებებზე იქნება მოთხოვნა უახლოეს წლებში რომ ახალგაზრდებმა დაგეგმონ თავიანთი ასე ვთქვათ პროფესიული კარიერა და მომავალი. ხა ტენდენციებს რასაც ვაკვირდებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს იჭრება ძალიან ღრმად ეს IoT ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში, შესაბამისად ამ მოწყობილობებს სჭირდება მხარდაჭერა ადამიანური, ასე ვთქვათ IT მხარდაჭერა და ნუ ეს ამ პროფესიის საჭიროება ჩნდება. ის რომ ყველაფერი ქსელური ხდება და ქსელურობას ყველაფერი იძენს, ანუ ბიზნესი ქსელის გარეშე არ არსებობს და არც ერთი მოწყობილობა უკვე თითქმის ეს ასე ვთქვათ გვაძლევს მისმის საშუალებას რომ აი ქსელის მიმართულებით სპეციალისტები იქნება უფრო მოთხოვნადი საჭირო, ხო? აი ლოგიკურად მივყვები ესე და აი ესე შეგვიძლია ჩვენ ტენდენციები ასე ვთქვათ გამოვყოთ, გავაკვირდეთ ტენდენციებს და ამ ტენდენციების მიხედვით მე ლოგიკური პროგნოზები გავაკეთოთ, ხო? კი ბატონო. ანუ სხვადასხვა თქვენ გაცნობილი ხართ ანუ Cisco-s პლატფორმას, ხო? ანუ ბატონი იანოზონი გეტყოდა და იქ უამრავი კურსებია, როგორც ახლა ინსტრუქტორის მიერ რეგისტრირებადი, ისე თვითრეგისტრირებადი კურსები და ერთ-ერთი ყველაზე ამ მიმართულებასაც ეხება, ეს არის Introduction to IoT and Digital Transformation, ანუ
ანუ ერთ-ერთი კურსია, სადაც არის ზოგადი ტრენდები, ანუ რა მიმართულებით ვითარდება სამყარო და კარგი იქნება თუ ამ კურსზე ჩაერიცხებით და გადაავლეთ ამ კურს თვალს, ანუ რაც შეეხება ქსელების მიმართულებით, ანუ ჩვენ რაც ვილაპარაკეთ და ჭკვიანი სახლი, ჭკვიანი ქალაქი, ჭკვიანი სოფელი, ჭკვიანი ყველაფერი ეს მოითხოვს კომუნიკაციას, ხო? და კომუნიკაცია თქვენ იცით რომ არნაირია, ხო, კაბელური და უკაბელო. კაბელური კომუნიკაცია რა თქმა უნდა არის ფიქსირებული და მოითხოვს უშუალოდ დამაგრებას, მოწყობილობას კონკრეტულ ლოკაციაზე, რაც შეეხება უკაბელოს, უკაბელო მხრივ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თავისუფლება, ანუ ჩვენ შეგვიძლია არა ზუსტ ფიქსირებულ ლოკაციაზე განვათავსოთ მოწყობილობა და იქიდან განვახორციელოთ კავშირები, ამიტომ ზოგადად ვითარება იწლება უკაბელოს მიმართულებით, ანუ თქვენ იცით რომ უკვე ჩართული არის ინტერნეტში ქსელში ჩართულია 22 მილიარდზე მეტი მოწყობილობა და ეს რიცხვი ფაქტიურად 1/13-ით იზრდება ყოველწლიურად. ანუ თქვა თუ არის ახლა 22 მილიარდი, შემდეგ წელს შეიძლება ეს 30 მილიარდამდე გაიზარდოს ქსელში ჩართული დივაისების რაოდენობა. ამიტომ ელოდებიან რომ 30 წლისთვის ერთ ადამიანს ყოველდღურად იქნება 3000-დან 5000-მდე ქსელში ჩართულ დივაისთან შეხება. სანამ გაიღვიძებს და დაიძინებს, ანუ შეიძლება იყოს ავტობუსში, პირად მანქანაში, თავის სახლში თუ ოფისში, ანუ არა აქვს, ანუ ბევრ დივაისთან ეხება ერთ ადამიანს. ხო, ну ეს ასეთი პროგნოზი არის 30 წლისთვის. ეს ამდენად იქნება, არ ვიცი, მაგრამ ну რიცხვი ფაქტურად ყოველდღურად იზრდება ეს რიცხვი. კი ბატონო, შევეჩვიეთ. ჩვენ რა ვიცი, ჭკვიანი ტაფიდან დაწყებული ხარ, ჭკვიანი ტაფა, ჭკვიანი საწყობი, ჭკვიანი, აი ვითარდება ჭკვიანი მაისური, ხო? რა არის ჭკვიანი მაისური, ჭკვიანი სარეცხი მანქანა, ხო? ჭკვიანი მაისური რა ხარ, რა უნდა გაკეთოს, ანუ ხა ძალიან დეტალებში არ გავიდა, შევიდეთ დროს საგვართოს რა, მაგალითად ჩვენ ახლა ყველა ვრეცხავთ, ხო? კალბატონი ხება თუ ვაჟბატონი, არა გშობა, დასაწყებელი ირეცხება სარეცხ მანქანაში. მაგრამ ყველა დასაწყებელს რა განსხვავებული რეცხვის რეჟიმი ჭირდება, ხო? ზოგს ასეთი ბრუნვით ჭირდება, ზოგს ამდენი გრადუსით, ზოგს ასეთი რაღაცა მოუჩი, მოკლედ თუ არ შეავარჩიეს სწორი რეჟიმი, ზიანდება პროდუქტი, ხო? დასაწყებელი, რომელშიც დახარჯული გვაქვს უდიდესი დრო, ჯერ ზომის შერჩევაში, მერე ფერის შერჩევაში, მერე რაღაცაში და შეიძლება ერთი გარეცხვით ეს ყველაფერი გავაფუჭოთ. ამიტომ თუ ჭკვიანი იქნება მაისური, სარეცხი მანქანა და ის მოილაპარაკებს ერთმანეთში რა და როგორ გააკეთონ, რა ვიცი, ჩვენ არ მოგვიწევს მაგაზე. ხელი წყალი არ დამასხა. ამდენ გადმოსე გამორეცხა, სად თუ დამაჭკდა. ძალიან არ დამაჭკდა. 1000 ბრონზე თუ გამორეცხა, ახლა გამორეცხა რაღაცაზე 400 ბრონზე. კი ბატონო. ხო, ასეთი რაღაცა თვითონ წვიმანია, მაგრამ ყველაფერი წვიმანი უშუალოა, ხო, თავისთავად. ხო, საბოლოო ჯამში მითითმები ვარ, კი. ხო, ანუ ასეთი ანუ სული ავტომატიზაცია რომ მოხდეს, ანუ ის სახლი, ანუ ინტერს ფარდა, გაწი, ავტომობილის კლიმატ კონტროლი ახლა ეს არ არის ხა სიახლე, ბევრი ხანი უკვე დანერგილია, ანუ ავტომატური კლიმატ კონტროლი, როცა მინდა თქვათ, თვითონ ჩაეთოს კონდიციონერება, როცა საჭიროა გათბობა ჩაეთოს, როცა საჭიროა ტენიანობა მოიმატოს, როცა საჭიროა რაღაცა მოხდეს, ანუ ჩვენ არ ვიყოთ ამაში ყოველდღურად რაღაცა ჩართული ამ პროცესებში, ხო? იგივე თქვათ ვიღაცას აქვს ქარი იცის ქუთაისში ძალიან და ისაკ პერგოლა რაღაცა სიცხესგან აფარებს ხო თავს და იაჭერს ღილაკს და გამოშლის და შეაფარებს ხო თავი, მაგრამ ის გაშლილი თუ დაგვშა და ამ დროს ქარი ამოვარდა რა ვშვებით ხო, ეს მოაგლიჯა ეს პერგოლა ამ სახლს ტენტი ხო, ანუ უნდა იყოს ის სენსორი, ქარის სენსორი და როგორც კი რაღაცას დააფიქსებს ავტომატურად და დაკეცოს, ანუ ჩვენგან ჩარავის გარეშე ფანჯარა დამჭეს წვიბაში ღია, უნდა დაიკეტოს, არ დამიზიანოს ავეჯი, წყალმაროდეს ჟორმა დაიწყოს, თუ კორპუსში ცხოვრობთ უმეტეს, არ უნდა ჩარეცხოს მეზობლები და ისინი, ხო? არ დამიზიანოს უნდა ბინა, თორე ხა ერთი კრანის პატარა დაზიანება შეიძლება უკანის დიახ. კითხვა იყო რა? აი წვიგინ. კი ბატონო, ანუ ელემენტარული წყლის ჟონვის სენსორი დაამატოს ადამიანმა, ეს იყიდება $100 შეიძლება გადაწყვეტოს ამან ბინის მეპატრონემ ეს პრობლემა, ანუ ცენტრალური ონკანი, ჭკვიანი და ყველა სველწარტერში შესაბამისად ჟონვის ტენიანობის სენსორს დაამაგრებ, როგორც კი რაღაცა წყლის წვეთები აღმოჩნდება ან სამრეცხაო იქნება თუ სამზარეულოს სველწარტერთან, ავტომატურად გამოიწვევს ეს ონკანის ბლოკირებას და
შესაბამისად თავიდან ავიცილებთ როგორც ჩვენი ბინის დაზიანებას, ისე თქვა მეზობლების დაზიანებას და ეს რომელიც შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს, ხო? და ფინანსური ზიანის მომტანი. ამიტომ ასეთი მარტივი IT ტექნოლოგიები საბოლოო ჯამში იძლევა დიდ პრევენციას ამ და დაზღვევას ტექნოლოგიურ კატასტროფებს მიმართ, ან გინდა ხანძრის, გინდა სხვა ასეთი. ამიტომ ხო, რაც შეეხება ახლა ქსელების როლს, რაც ბატონმა იაზონმა აღნიშნა, მართლა ვითარდება ეს ქსელები. ქსელები არის უკაბელოს მიმართულებით, ანუ რაც დრო გადის, ანუ უკაბელო ტექნოლოგიით ჩართული დივაისების რაოდენობის წილი იზრდება ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ უკაბელო ქსელურ ტექნოლოგიებს ეძლევა საკმაოდ მაღალი როლი, ანუ ერთი მხრივ, ესე იგი, ქსელურმა ტექნოლოგიამ უნდა გადაწყვეტოს ორი პრობლემა. ერთი არის სიჩქარის პრობლემა, იმიტომ რომ რაც დრო გადის, გადაცემა ქსელში ხდება მულტიმედიური, ანუ ვიდეო კონტენტის წილი იზრდება ტრაფიკში, შესაბამისად ვიდეო კონტენტის წილი რადგანაც იზრდება ვიდეოს ხარისხის მიმართ მოთხოვნა, ხო? ანუ დღეს თუ არის Full HD რაღაცა დოზით აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს, უკვე არ არის კომფორტული ადამიანი, ითხოვენ უკვე 4K-ს. მეტი და მეტია საჭირო ყოველთვის. ხო, მე არის 8K, მე 16K, მე 32K. ხო, სად 4K-ს გადაცემის ტრაფიკის უზრუნველყოფა და სად 32K ტრაფიკის გადაცემის უზრუნველყოფა. ხო, ანუ აბსოლუტურად სხვა გამტარობა ჭირდება ასეთი ტიპის ტრაფიკს. მაგრამ ზოგადად რო აღვნიშნოთ, ეს 32K-ზე მეტი უკვე აღარ იქნება აზრი არა განვითარების, რომ ადამიანის თვალი მეც ვერ აღიქვამსო და არ ვიცი, ამდენად სწორია. მუკარი ბატონო იაზონ ამას ყური სადღაც და ანუ მე უკვე აზრი არ იქნება ამ ვიდეო ხარისხის განვითარებას. ანუ ჩვენი თვალმა თუ არ აღიქვა, ახლა რა ვიცი, სხვა მე ჰოლოგრამულ ტექნოლოგიებზე გადავდივართ ბატონო და უკვე ტელევიზორი არ იქნება, სივრცეში იქნება უკვე ეს გამოსახულება. კი. ხო და მოკლედ ეს ორი პრობლემა აქვს ახლა, ერთი გატარების ტექნოსიჩქარე და მეორე არის ყველაზე მთავარი, რაც არის უსაფრთხოება, ხო? იმიტომ რომ კაბელურ გადაცემაში ასე თუ ისე შესაძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მithumეტეს ოპტიკურ ბოჭკოვანში. იმიტომ რომ მოსმენა ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელში გარეპირების მიერ არის შეუძლებელი, თუ ხოვლის წყვილის ადენებია, იქ შესაძლებელი არის მოსმენა, მიადონ შესაბამისი აპარატურა და საბოლოო ჯამში იმპულსები გადის, ხო? 1-დან 0 დივაისის მიერ გადაცემული კაბელში იქცევა ელექტროიმპულსად, თქვა პირობითად უხეშად რო ვთქვა ძალიან 5 ვოლტი, 2 ვოლტი, ის ამ გადაცემის დროს ქმნის თავის გარშემო, წყვილების გარშემო ელექტრომაგნიტურ ველს და ეს ველი თუ ვიღაცამ წაიკითხა, იქიდან 1-დან 0 წაიკითხა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს დატაც საკითხვადია, ხო? კი ბატონო. იგივე თქვა მოსმენა ადამიანის დახურულ ოთახში თავისუფლად შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ოთახში, ვითომ კარები და ის დაკეტილია ფანჯი არა, მაგრამ ჩვენ ვიწევთ მიკროვიბრაციებს ამ ფანჯრის შუშების და უშიშროებას ან ნებისმიერ და სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიასხივოს რაღაცა აპარატურა ჩვენ სარკმელს და ცოლად იგებს საუბარს, სავარდობო კი არა არის დაგვიყენო რაღაცა. გარეთ დადგება სადღაც და მოისმენს ჩვენ ლაპარაკს. არაპირდაპირ გზით, ამიტომ ასეთი ნიშანი გადიან ისინი თუნდაც სიგნალის ჩამქშობები, ასე თქვა, უსაფრთხოების კუთხით სხვა პრობლემები იწევს ზემოთ, ხო? ხო, Wi-Fi-ში, მithumეტეს ახლა Wi-Fi-ში როცა გადაცემს Wi-Fi იყენებს რადიო ტექნოლოგია, რადიო სხივებს, ხო? ტალღებს გადაცემისთვის, სხვადასხვა სიხშირის. ამიტომ ჩვენ ვერ შევაკავეთ ამ რადიო ტალღებს რაღაცა სივრცით ოთახიდან, ეს რადიო ტალღები რაღაცა დოზით ტოვებს ჩვენ არაკონტროლირებად სივრცეს, ხო? ამიტომ ამ რადიო სიგნალების საკითხვა შეუძლია სხვასაც. ამიტომ დგება შიფრე, ერთადერთი გზა, რითაც არის დაცვა ასეთ შემთხვევაში, ეს არის შიფრაცია, და ამ შიფრაციასაც უნდა მიექცეს საკმაოდ დიდი ყურადღება, რა ტიპის შიფრაცია, როგორია შიფრაცია, რა მექანიზმები აქვს, რამდენ დონიანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკვე იგივე თქვათ შევდიხარ თქვენ საიტებზე და ისეთ საბანკო სივრცეებში უკვე ერთი დონიანი აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია არ არის საკმარისი. უსაფრთხოდ. მიუხედავად რაც არ რთული პაროლი დააყენოთ, ხო? ითხოვენ 2 ან მეტი დონით ვერიფიკაციას, ხო?
თქვენი კი, უკვე სავალდებულო არის ორ ხო, ფაქტორიანი. ზოგადად არის სავალდებულოც. ხო, ორი ან მეტი. ზითო დაადასტუროთ თქვენი ვინაობა. ამიტომ ამ ორი მოთხოვნით ვითარდება, ამიტომ ახლა შარშარ გამოვიდა ბოლო ტექნოლოგია უკაბელო ქსელების ეს არის 802.1 AED ტექნოლოგია, ანუ ეგრეთ წოდებული Wi-Fi 7, რომელიც იყენებს უკვე 6 GHz-ის სიხშირეს და შეუძლია თეორიულად 45 გიგაბიტამდე წამში გადასცეს უკაბელო ქსელში. საკმაოდ მაღალი სიჩქარე არის. წინა ტექნოლოგიას იყო X-ი, X ქონდა 1.5 გიგაბიტამდე გადაცემის სიჩქარე და ნუ მნიშვნელოვანი დახტომია X და ED შორის. ნუ 7-მდე იყო თეორიული სიჩქარე იმისი, მაგრამ X-ის, მაგრამ ნუ ამისია 45-მდე. ნუ თავარია ხა შესაბამისად იმისათვის რომ ჩვენ ED ტექნოლოგიაში ჩავერთოთ, ანუ Wi-Fi 7-ში უნდა იყოს შესაბამისად Wi-Fi access point-ი და მოწყობილობას რომელიც უერთდება, ისიც უნდა იყოს იმავე ტექნოლოგიით აღჭურვილი, ხო? ანუ უნდა მიაქციოთ ყიდვის დროს. ძველი და ახალის მეგობრობა იქ პრობლემური ხდება უკვე. ხო, ესეც არის გარკვეულწილად გამოწვევა. გარდა ამისა, ეს როგორც გითხარით, ანუ უკაბელო ტექნოლოგიების როლი იზრდება, შესაბამისად გამტარობის მხრივ რო იზრდება მოთხოვნა, გამტარება რო გაიზარდოს, იძულებული არიან ტალღის სიგრძე შეამცირონ რა. სიხშირე რო გაზარდონ. და ტალღის სიგრძის შემცირება ვთქვათ რადიო ტალღაში უკვე ის ადვილად დაბრძოლებას ხდის ნებისმიერ კედელი მის მიმართ. ამიტომ ვთქვათ წინა თაობის Wi-Fi-ებში ერთი გვედგა და რამდენიმე ოთახში იჭერდა წყალებში რადიო სიგნალს. ხო, უნდა იცოდეთ რომ ითვლება სტანდარტად 68 დეციბელი. ეს არის ყველაზე დაშვებადი ის. წესით არის 65-ზე ზევით თუ არის დეციბელები რადიო სიგნალის დაჭერის Wi-Fi-ში ის უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება. ანუ 65-ზე ნაკლები უნდა იყოს 60, 55 და ასე შემდეგ. რაც უფრო 0-თან ახლოს არის, უკეთესია. და ამიტომ ეს ახალ ტექნოლოგიებს, სადაც მაღალია გადაცემის სიჩქარე, ეს კედლები უკვე უქმნის დამკოლებებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მოგვიწიოს მომავალში ყველა ოთახში გარკვეული ამ რადიო მიზღებების დაყენება ამ მხრივ. ნუ გააჩნია კედელსაც ახლა რა კონსტრუქციისა, რა შემცველობისა, რამდენი არის რკინის მეტალის წილი ამ კედელში, ან სხვა ისეთი მასალების, რომელიც ხელს უშლის ამ რადიო ტალღების არეკლას, ხო? ამიტომ უსაფრთხოების მიმართულებით, ანუ სერიოზული გამოწვევა მსოფლიოში და ევროპაში უკვე არის 650,000-მდე ვაკანსია ამ უსაფრთხოების სპეციალისტებზე. ამიტომ ის ხალხი, ვინც გადაწყვეტს განვითარდეს IT უსაფრთხოების მიმართულებით, განსაკუთრებით ქსელების უსაფრთხოებაზე ლაპარაკი, ფაქტიურად არის გარანტირებული დასაქმებადი სფერო. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ IT უსაფრთხოება ეს არის ტოპ უკვე წოდნა, როცა შენ იცი კარგად ოპერაციული სისტემები, კარგად იცი, ანუ ვთქვათ, ქსელები, კარგად იცი, ვთქვათ, პროგრამირების გარკვეული კომპონენტები, ანუ ეს ქუდი არის, IT-ის ქუდი არის უსაფრთხოება. ამიტომ უსაფრთხოების სპეციალისტი ვერ იქნები თუ არ იცი ქსელები, სისტემები და შესაბამისად პროგრამული ელემენტები რაღაც კონკრეტული. ანუ უნდა გესმოდე შინაარსი, როგორ ხდება პროცესები. კიბერუსაფრთხოებიდან ვერ დავიწყებთ, ანუ ხშირად მოდიან სტუდენტები და უნდათ კიბერუსაფრთხოების სწავლა, მაგრამ მანამდე ჯერ კოდატული განტოლებაა. ხო, ანუ ჯერ რაღაცეებია სასწავლი და შემდეგ არის კიბერუსაფრთხოება, რომ პირდაპირ ვერ ვიწყებთ ამას. არასუფასოვანი იქნება, ანუ ვერ იქნები სპეციალისტი, რაც საჭიროა ამა თუ იმ ეს ახლა თავდასხმებით თქვენ იცით რომ ხო, ანუ რაც ახლა ახარი ერთი არის ფიზიკურად უსაფრთხოება დივაისების, ანუ თქვენ იცით გაგიხსნიდან რომ ახლა ყველა საკმანძო სვიჩი, რომელიც მონაწილეობს თქვა კაბელოში თუ კაბელოში, უნდა იყოს შესაბამის ყუთებში, ანუ რეკებში მოთავსებული და ის უნდა იყოს გასაღებით დაცული, იმიტომ რომ შემთხვევითი წვდომა არ იყოს შესაძლებელი ამ ქსელურ მოწყობილობებზე, რა თქმა უნდა, ის დატა ცენტრები, სადაც ეს თავს იყრის მე მთელი ეს დატა, ისიც უნდა იყოს დაცული და მეტალის კარები და არ ავტორიზებული შესვლა უნდა იყოს აკრძალული და ეს უნდა კონტროლდებოდეს ძალიან მკაცრად. გააჩნია ხა ორგანიზაციის ტიპს, ახლა
შეიძლება ზოგანი ფიზიკური დაცვაც კი ეყენოს. ახლა დატა ცენტრები როგორც აშენდება, ის მთელი იმითია აღჭურვილი, რა ვიცი. საფრთხობის ბადეებიდან დაწყებული ყველაფერთან. რა შემთხვევით შესვლა ფიზიკური შესვლა იყოს შეუძლებელი. ნუ რა თქმა უნდა, ხა კიდე მეორე ნაწილი იყო პროგრამული კომპონენტი, ხო? ანუ პროგრამული კომპონენტი რა კომუნიკაციაში არის ორი რამ. ერთი არის აპლიკაცია, რომელიც არის რომელთაც ხდება ინფორმაციის გადაცემა და ინფორმაციის საბოლოო ჯამში მიღება, ხო? ანუ ჩვენ რაღაცა ვებ ბრაუზერს ვიყენებთ იმისათვის, რომ მივიღოთ წვდომა გარკვეულ ვებ გვერდებთან და მეორე მხარეს არის ვებ სერვერი, ხო? ესეც აპლიკაცია არის და ეს აპლიკაციები უზრუნველყოფენ ამ გადაცემას. კი ბატონო. და მეორე თავარი კომპონენტი ქსელებში არის პროტოკოლი. ანუ აპლიკაცია იყენებს პროტოკოლს იმისათვის, რომ გადასცეს ფიზიკურ გარემოში ეს მონაცემი. ანუ ესე იგი, პროტოკოლი არის პასუხისმგებელი, რომ ნებისმიერ ტიპის ინფორმაცია დაიშალოს, ვთქვათ, კაბელში ელექტროიმპულსად. და ის იგივე პროტოკოლი არის ვალდებული, რომ ამ კაბელიდან ის 5 ვოლტი მოვა თუ 2 ვოლტი ამ აიღოს და ისევ ის ნახატი მიიღოს და ისევ ის მუსიკა. აი ჩვენ რომ საუბრობთ ახლა, ვთქვათ, ახლა ჩვენ რომ საუბრობთ ამ შემთხვევაში ჩვენ იგივე პროცესები ხდება. რაც წდება თქვენი ხმა ბატონო. ხო, ის შემოვიდა და დავაკეთე. ანუ აი მე რომ უყურე სანამ გადავწე ინფორმაციას, თქვა თქვენამდე სანამ მოვიტან, ანუ ჯერ ადამიანი თავის ტვინში ამზადებს რაღაცა დატას. მე განსაზღვრავს ამას როგორ გადასცეს, ანუ განსაზღვრავს ფორმატს. ანუ ინფორმაციის გადაცემის უამრავი ფორმა არსებობს, ხო? ანუ ვერბალური, დაწერილი და ასე შემდეგ. ანუ განსაზღვრავ მე ფორმატს, რა ფორმატით გადავწე. თქვა ავირჩიე ვერბალური ფორმატი. მე თუ რამდენიმე ენა იცის ადამიანმა, ხო შეიძლება იგი ერთდაგივე ინფორმაცია ამ ენაზე გადასცეს, იმ ენაზე გადასცეს, ანუ კონკრეტული შეარჩიოს ამ შემთხვევაში ფორმა, ენა და მე დაიწყოს თავის ტვინმა ამ გერების გასროლა გერთი აპარატით. ანუ ესე იგი ურთულესი მექანიზმი ხორციელდება ადამიანში იმისათვის, რომ მე ინფორმაცია გადავწე. ანუ მინიმუმ ერთი ბგერის გასროლას ჭირდება 14 კუნთის, მინიმუმ 14 კუნთის სინქრონიზაცია თავის ტვინის მიერ. ანუ მოგადეთ, ჩემი ინფორმაცია საბოლოო ჯამში გამოიფრქვევა ბგერითი სიგნალის სახით, ხო? ბგერითი სიგნალი ხო იგივე ფიზიკური სიგნალია. და მეორე ადამიანი ამ ბგერით სიგნალს მე გარდაქმნის ყურის აპარატის საშუალებით იმ მონაცემად, ხო? იგი რამე განსხვავება არის კომპიუტერი ამ რაღაცა დატას გამოისვრის ან რადიო იმპულსის სახით იმაში უკაბელო სივრცეში, მეორე შემთხვევაში შეიძლება კაბელში გაუშვას ელექტროიმპულსის სახით. ანუ ვიღაცა ელექტროიმპულსი უნდა დაიჭიროს და ეს ფიზიკურად მოსული სიგნალები გარდაქმნას მონაცემად. დეკოდირება უნდა მოხდეს. ხო, ანუ იგივე ჩვენ ადამიანები რო ლაპარაკობთ, იგივეს ვაკეთებთ. რასაც აკეთებს კომპიუტერი. ჩვენ გერას ვიყენებთ ფიზიკურ მედია საშუალებად, ის იყენებს ელექტროიმპულსს. შეიძლება კომპიუტერს გაუკეთო ესეთი ადაპტერი, ხმა გამოაცემინო, მაგრამ გადაცემის სიჩქარე ხდება ძალიან დაბალი თორე. შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. ამიტომ რადგანაც პროტოკოლი არის ახლა საკმაო კომპონენტი, ახლა მე უსაფრთხოების კუთხით მივიდივარ. შეიძლება სოფლიოში კომპიუტერები სხვადასხვა პროტოკოლით ლაპარაკობდნენ ერთმანეთს შორის, არ არსება შეუძლებელი ახლა მე რომ ვილაპარაკო ქართულად და ვიღაცა აქ ბეჭდეს აუდიტორიაში ახლა ჩინელი სტუდენტი დაიგებს ჩემ რაღაცა გერების ბრახაბრობს, ხო? ანუ შინაარსი რა იქნება? ხო. ამიტომ სოფლიოში ყველა მოწყობილობა ქართულია ქართულად. დარჩა ცოტა რაღაც. ხო, მე დასვიძახოდი. მოწყობილობები არის ჩართულიო, ამას გავჩერდით. ხო.
ეს მოწყობილობები ჩართული არის, ანუ შესაბამისად ლაპარაკობენ, ანუ 22 მილიარდი მოწყობილობა რაც ინტერნეტში არის ხა ჩართული. ინტერნეტი ხო იცით, ეს არის ქსელების ქსელი, ანუ ინტერნეტი, ხო? ინტერნიშავს შორის და ნეტი ნიშნავს ქსელს, ანუ ქსელებს შორის საერთიანებას, ხო? ანუ ერთიან დიდ გლობალურ ქსელს ვიღებთ. ანუ თუ ჩვენ ერთიან ქსელში ვართ ჩართული, შესაბამისად უნდა ვილაპარაკოთ ერთ პროტოკოლზე. კაცობრიობას ჰქონდა ამის ცდილობა, რომ ესპერანტო შემოეღოთ რა, ყველას ის ერთიანა გვესწავლოთ და ესე ენური დაბკოლება არ ყოფილიყო, მაგრამ ანგლოსაქსებმა რა თქმა უნდა დამოკეს ეს იდეა და ანუ ეს არის ქსელური ბაბილონის კოდოლი, ასე ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ილაპარაკონ აქ მიღწეულია შედეგი. ანუ ამ პროტოკოლს ქვია TCP/IP, ხო იცით? ანუ TCP/IP არის ერთადერთი პროტოკოლი, რომელთაც ლაპარაკობს მთელი სოფლიო ერთმანეთს შორის. მაგრამ TCP/IP პროტოკოლი არის 70-იანი წლების ბოლოს შექმნილი პროტოკოლი. ანუ ძალიან ძველი პროტოკოლი არის და წარმოიდგინეთ ახლა 70-იან წლებში კიბერსაფრთხეებზე ლაპარაკი წარმოუდგენელი რაღაცა იყო. ამიტომ ტექნოლოგიაში ან პროტოკოლში შესაბამისად არ იყო ეს კიბერსაფრთხეები გათვალისწინებული. ანუ თანამედროვე მსოფლიოში გადაცემა არის, რა ვიცი, საფრთხის შემცველი. ანუ ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ ინფორმაციის საკითხვა. ჩვენ რო გადავცემთ თქვა და Google-ის სერვერამდე, ანუ წარმოიდგინეთ რამდენი პროვაიდერის მოწყობილობას გადის გზაში, სანამ ის მივა ადრესატამდე და წარმოიდგინეთ რამდენი მოწყობილობა უნდა გაიაროს, რომ სადაც Google-ის სერვერიდან მოვიდეს ჩვენამდე. შესაბამისად ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დახტოს ვიღაცა, რომელიც ამ ჩვენ ტრაფიკში დაიწყებს ქექვას. ანუ უამრავ სხვადასხვა გზაში შეიძლება დახტოს ტრაფიკს. და კლონირება მოახდინონ ჩვენი ტრაფიკის და მერე იქ დაიწყონ დეშიფრაცია გადაცემული მონაცემების. და ერთადერთი გზა, რაც არსებობს ამის პრევენციისთვის, ეს არის მონაცემთა დაშიფრო, ანუ ეგრეთ წოდებული დაკრიპტვა. კი ბატონო. ხო და ამიტომ ეს კრიპტოტექნოლოგიები და ანუ შიფრაციის ტექნოლოგიები ვითარდება აქტიურად. არსებობს უამრავი თქვენ მე მგონი იცი გაგიზიარეს რომ არსებობს სიმეტრიული შიფრაციის მექანიზმები, არსებობს ასიმეტრიული შიფრაციის მექანიზმები, რითაც ხდება მონაცემთა ტრაფიკების დაშიფრვა. და მოკლედ შიფრაცია გვაქვს ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელი არის ამ იმისი არიდება. ვისგან? რაც შეეხება კომუნიკაციას ქსელში, ორგანიზაციები იყენებენ ეგრეთ წოდებულ firewall-ებს, ანუ firewall-ი არის მოწყობილობა ან პროგრამული კომპონენტი, რომელთაც შესაძლებელი არის გარკვეული ტიპის კონტროლი, როგორც გასვლაზე, ისე შემოსვლაზე, ხო? ანუ ეს არის უსაფრთხოების ბაზისური კომპონენტი. და ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის მოწყობილობებით ვაკონტროლოთ, ანუ მოახდინოთ ფილტრაცია ტრაფიკის და ავაგოთ კერძო პრივატული ქსელები, თქვათ, ავაშენოთ, თქვათ, ჩვენ ოფისებს შორის. ისე რომ ჩვენი ტრაფიკი, რომელიც არ არის განკუთვნილი საჯარო სივრცისთვის, მოძრაობს, ანუ ეკუთვნის კონკრეტულად ერთ ორგანიზაციას, მაგრამ რადგანაც მე არ მაქვს პირდაპირ კავშირის შესაძლებლობა, ანუ აი თქვათ ქუთაისის ოფისს არ შეიძლება გქონდეს თბილისში რაღაცა ოფისი, ანუ მთავარი ოფისი იყოს ქუთაისში და რაღაცა ფილიალი გქონდეს ბათუმში ან ესე თქვათ თბილისში, ხო არ შეიძლება საკუთარი ქსელური ტექნოლოგიით დააკავშიროს ეს ორი ოფისი ერთმანეთთან. ანუ იძულებულია გამოიყენოს პროვაიდერის ქსელი, ხო? პროვაიდერის ქსელს სადღაც გამოიყენებს, ესე იგი ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენი ტრაფიკი მოხდა სხვა ორგანიზაციის ქსელში. ამიტომ ხდება ასეთი VPN ტექნოლოგიების აგება და ამ VPN ტექნოლოგიის მთავარი არსი ისაა, რომ ერთი მხრივ შენ უზრუნველყოფ, თქვათ, ამათ შორის კავშირი და მეორე მხრივ ამ კავშირის დროს უზრუნველყოფ ამ ორ წრეს შორის მონაცემთა დაშიფრო. გარდა ამისა, ეს firewall-ები და ზოგადად უსაფრთხოების სისტემები ემსახურება იმას, რომ ვაკონტროლოთ ტრაფიკები, ანუ საიდან არის ტრაფიკი დაშვებადი, საიდან არ არის, რა თქმა უნდა, დაშვებადი, ესეა განსაზღვროთ. მაგრამ
ამ პირდაპირ ამ სისტემებს არსებობს უამრავი თავდასხმის ტექნოლოგიები, რომელიც გვერდსულის ამას. ვექტორ შეტევები და უამრავი სხვა შეტევებია ფიშინგიდან დაწყებული, რა ვიცი. რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, რომ შეახციოს ფისკალში და მიიღოს სხვის ინფორმაციაზე წვდომა, ხო? ხო, ამის უამრავი სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, ხო? ამიტომ ეს კიბერჰიგიენა უკვე რასაც ზოგადად ასე ეძახიან, ანუ ცოდნა, მინიმალური ცოდნა კიბერუსაფრთხოებაზე სავალდებულოა ყველა ტიპის თანამშრომლისთვის. მით უმეტეს ორგანიზაციები, რომელშიც ეს მონაცემები უნდა იყოს დაცული, აუცილებლად სარგებლობენ ამ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს, რომელიც სწორად დაგეგმავენ ამ თავდასხმებს, დასაზღვრავენ შესაძლო ყველა გზას და მინიმიზაციას უზრუნველყოფენ კიბერთავდასხმის. იმიტომ რომ ზოგადად აბსოლუტური თავდაცვა არ არსებობს. შეუძლებელი არის 100%-იანი გარანტიით სოფლიოში ვინმე შეძლოს ამ კიბერთავდასხმიდან თავის აცილება. იმიტომ რომ თავდასხმა თავისი არსით არის ნოვაცია, ხო? სიახლე არის. ხა, ჯერ ჯაჭვის პერანგი შეიკერეს თუ ხმალი გამოიგონოს. ხო, ჯერ ხმალი გამოიგონოს, დაჭეხვა რო დაიწყეს ერთმანეთის, მერე ამ ჯაჭვის პერანგი იყო პრევენცია, ხო? მე ჯერ მე დაიწყეს მე ქვის კედლების აგება, მაგრამ როგორც კი ზარბაზანი გამოიგონეს, უკვე ქვის კედელი არა ადეკვატური თავდაცვის მექანიზმი, ხო? მე შეიქმნა თვითმფრინავი ჩამოყრა რო დაიწყეს, მე გაჩნდა ჰაერ საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. წინასწარ ხო ვერ გამოიგონებ, ამიტომ თავისი არსით რო იცოდეთ, თავდასხმა ყოველთვის არის სიახლე. წინ უსწრებს ყოველთვის თავდაცვას. ხო, თავდაცვას. ყოველთვის წინ უსწრებს. ამიტომ მაგრამ კარგი კიბერ სპეციალისტის მთავარი ფუნქცია რა არის, რომ ესე იგი მინიმიზაცია მოახდინოს შესაძლო კიბერ თავდასხმების. ანუ ისე დაგეგმოს თავისი ინფრასტრუქტურა, რომ ეს რისკი იყოს მინიმალურად შესაძლებელი. ამიტომ არსებობს იგივე ჯარი, რატო ის პირობითი მტერი, პირობითი რაღაც, ანუ ვითომ აქედან მოხდა თავდასხმა და მე თვითონ როგორ მოვიგერიეთ ეს, ანუ ეს საჭირო ასე არის კიბერ სპეციალისტით, ანუ ასეთი თავდასხმის იმიტაცია უნდა მოახდინოს თავის სელზეს, თავის სისტემებზე და ამითი მე დააკვირდეს რა სად მოხდა მტყუნება და ნუ ეს უნდა იყოს პერიოდული, უნდა ხდებოდეს, უნდა მოამზადოს თავის თანამშრომლები, პერიოდულად ინსტრუქტაჟია საჭირო, პერიოდულად რაღაცა ინფორმაციის დაგზავნაა საჭირო, გადამზადება ხალხის და ანუ აი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ეს ფუნქცია არის ერთ-ერთი ამ საკვანძო ამ მიმართულებით. ამიტომ როგორც გითხარით, საკმაოდ მოთხოვნადი ხდება ეს კიბერ სპეციალისტებზე მოთხოვნა მსოფლიოში, მით უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში, როგორც სამხედროში, ისე ვთქვათ, სამოქალაქო კერძო სექტორში ამ სპეციალისტებზე და მოკლედ ვინც მოინდომებს ამ მიმართულებით განვითარებას, გარანტირებულად დასაქმებადია და თან საკმაოდ მაღალი ნაზღაურებად. მით უმეტეს ახლა საქართველოს უკვე კიბეროფიცრის მას ცოტა სხვა სახე აქვს, მაგრამ მოთხოვნა ზოგ სახელმწიფო წყებაში სავალდებულო არის. ჩვენთანაც მიიღეს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, როგორც სავალდებულო და კიდევ არის ინსპექტორი. ინსპექტორი მაინც ან ოფიცრის მიერ გაკეთებულ საქმეებს ამოწმებს, ანუ რამდენად სწორად გააკეთა და აკეთებს თუ არა პერიოდულ რაღაც აპდეიტებს სისტემაში. იქ შევა სისტემაში და ნახავს, ანუ Windows-ი უნდა იყოს up to date, იმიტომ რომ თქვა Windows-ის დონეზე უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი რა, რომ განახლებული უნდა ქონდეს Windows-ი. იმიტომ რომ აი წარმოებელი გინდა თქვა ოპერაციული სისტემების დებენ იმას ამ აპგრეიდებში და აპდეიტებში იმ კიბერ საფრთხეების პრევენციასაც, ანუ რაღაცა მოხდა გარღვევა მანამდე, გამოვიდა აპდეიტი და აპდეიტში უკვე გათვალისწინებულია ამ რისკის და თავის დაცვა. აპდეიტი რამდენად გაკეთებულია სისტემებში, ფაიერვოლებში, ქსელებში, სერვერებში და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ კიდევ ერთხელ თქვით, რომ ეს ზოგადად რა ტრენდები არსებობს ამ სოფლიოში, ეს კურსი იქნება ძალიან კარგი, რამდენიმე ენაზე არის ხელმისაწვდომი და
თქვენ შეგიძლიათ თუ თქვათ რომელიმე ენა მიუღებელია ტრანსლეიტის დონეზე თარგმნით საიტი და ქართულადაც მიიღოთ ცნობა. სისკორს კურსი ამბობთ, ხო, ბატონო ლადო? დიახ, ხო. მე ახლა ზოგადად ეს მიმოხილვა გავაკეთე, ანუ ქსელების სპეციალისტები რა თქმა უნდა ინჟინრებზე მოთხოვნა არის. თავისთავად ცხადია რომ რომელმაც სწორად დააპროექტებს, ანუ ქსელურ ინფრასტრუქტურას, ანუ აქ მარტო კიბერსაფრთხეებზე არა ლაპარაკი, აქ უკვე საიმედოობაზეა ლაპარაკი, ანუ შენ რამდენად სწორად გაქვს ტოპოლოგია აგებული, რომ გინდაც ერთი მოწყობილობის ტყუების შემთხვევაში ან ამ მოწყობილობებს შორის კავშირს ქვია ხერხემალური კავშირები, აი ამ ხერხემალური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში რამდენად არის სტაბილური სისტემა, რომ გადაერთოს სარეზერვო არხებზე. ამიტომ ქსელების პროექტირება ამ ხრივ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანუ სადმე გამოიყენოს სარეზერვო მოწყობილობები, რამდენი სარეზერვო კავშირი უნდა ქონდეს და ეს ტოპოლოგია უნდა იცოდე, ანუ ყველა გაწყვეტის შემთხვევაში ჩვენ უნდა შეგვეძლოს ალტერნატივაზე გადასვლა, მაგრამ თავისთავად მე ის ტექნოლოგია, რომელიც ქსელის აგებაში გამოიყენება ძირითადი ეზერნეტი, თავისი შინაარსით ჭარბ კავშირებს არ უშვებს შინაარსობრივად. ამიტომ ამ ჭარბი კავშირებისთვის მე დამატებითი პროტოკოლებია საჭირო, როგორც არის spanning tree პროტოკოლები და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავაერთოთ ფიზიკურად რამოდენიმე გზით, მაგრამ პროგრამულად იყოს დაბლოკილი და თუ საჭირო გახდა თვითონ სისტემა გახსნის ალტერნატიულ არხებს და ამ არხებზე მოხდება სარეზერვო გადასვლები ამ კითხვაში. რაც შეეხება სერვერებს ამ შემთხვევაში ეს ქსელების ნაწილში და რაც შეეხება სერვერების მიმართულებით ხდება აქტიური განვითარება, ანუ ხდება ვირტუალიზაციის განვითარება მსოფლიოში, ანუ ჩვენ უკვე ერთ ჰარდვერზე ვაყენებთ რამოდენიმე ოპერაციულ სისტემას და შესაბამისად ერთი ფიზიკური სერვერი შეიძლება იყოს მომსახურე რამოდენიმე ოპერაციული სისტემის. მე ხდება ეგრეთ წოდებული სერვერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის უნდა მოემსახუროს კლიენტებს და ეს კლიენტების რიცხვი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, გააჩნია თქვენ რა დონის სერვერს აწყობთ, ანუ რაზეა გათვლა. თუ რამოდენიმე 10,000 კლიენტი აკითხავს ერთდროულად სერვერს, აქ საჭირო არის სხვანაირი დაგეგმვა, ანუ სერვერ ბალანსინგი, ანუ ერთი ფიზიკური სერვერი და კიდაც ერთი ვირტუალური სერვერი კი არ უნდა იყოს რამოდენიმე მომსახურე სერვერი და შესაბამისად ტრაფიკის შესაბამისად უნდა მოხდეს ამათი გადასროლა სხვადასხვა ვირტუალურ სერვერებზე თუ ფიზიკურ სერვერებზე, ანუ იმისათვის რომ რეკვესტები არ ჩავარდეს, ხო? იმიტომ რომ ყველა სისტემას აქვს თავისი რესურსი ახლა. პირობითად 10,000 კლიენტს თუ შეუძლია დროის ერთ მომენტში ერთმა სერვერმა მოემსახუროს 10,000 მე-1 მისთვის უკვე მიწვდომელია, ხო? ანუ შეხვა საიტზე და საიტი აღარ გამოდის, ხო? და ეს უკვე სერიოზული ფინანსური და კიდაც დანაკარგია ორგანიზაციისთვის, კიდაც იმიჯური დანაკარგი, ხო, როცა რაღაცა შენ My Auto-ი ან რაღაცა წამიგიგენთ, რომელიც რაღაცა My Market-ი, შედიხარ საღამოს, როცა ყველა შედის და ამ დროს საიტი ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს, ხო? ანუ ამიტომ ასეთი სერვერების დროს გასათვალისწინებელი არის სწორი პროექტირება. ახლა ვითარდება ტექნოლოგიები, რომ უზრუნველყოს, თქვათ, high availability, კიდაც ერთი შენ გადანაწილებული ქონდეს ფიზიკურ და ვირტუალურ მანქანებზე სერვისები, შენ ყველა ვარიანტში უნდა ქონდეს საშუალება, რომ თუ ერთ ფიზიკურ მანქანაზე არის ეს ვირტუალური მანქანები გადანაწილებული და ამას რაღაცა მოუვიდა, ავტომატურად გადავიდეს ეს ვირტუალური მანქანა სხვა ფიზიკურ მანქანაზე. და კიბერკონვერგენტული სისტემების განვითარება ხდება და ეს აქტიურად ინერგება დიდ ორგანიზაციებში და აგრეთვე მნიშვნელოვანია მათი მიგრაციაც, ხო? ანუ როგორ ხდება მიგრაციის საშუალება, ანუ ვირტუალური მანქანების ერთი მანქანიდან მეორე მანქანაზე მისი უსაფრთხოება, მისი აღდგენის მექანიზმები, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა საკმაოდ ისეთი რისკები, კიდაც
ბუნებრივი კატასტროფები, არსებობს რაღაცა კიბერთავდასხმები და ამ რისკებისგან თავი დავიცვათ. ჩვენ უნდა გქონდეს სარეზერვო სისტემები კარგად განვითარებული და ამ სარეზერვო სისტემებიდან ყისიერად აღდგენის მექანიზმები უნდა იყოს შემუშავებული. და რა თქმა უნდა, საფრთხეებაც არის ერთ-ერთი საკონტროლო კომპონენტი. მე ახლა მზადა ვარ თქვენ კითხვებს ვიპასუხო, რა ვიცი, ზოგადად რაც შემეძლო მოგიყევით 1 საათში რაც ჩავეტიეთ. ბატონო იაზომ გისმენთ. ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ კი ბატონო. მიმართულებას, ხელი, კიბერუსაფრთხოება, IoT, სისტემის ადმინისტრირება, რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტი თუ ასე შემდეგ, ეს მომავალია. თუ ვინმეს გაქვთ კითხვები, რა თქმა უნდა, გისმენთ ყურადღებით. ნელადო მზად არის. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სისტემის ადმინისტრირების კომპონენტიც აქტიური არის, ორგანიზაცია რო ვითარდება, უკვე მნიშვნელოვანი ხდება სისტემის ადმინისტრირება აპლიკაციების დონეზე და არა მარტო ქსელის დონეზე. და ამის მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხდება. და უკვე საჭიროებაც არის, რა თქმა უნდა, სისტემის ადმინისტრატორების კუთხით. ოღონდ ცოტა მსხვილ ორგანიზაციებში ხა 2-3 კომპიუტერის თუ აქვს ორგანიზაციას, მაგ შემთხვევაში შეიძლება მასეთი აქტუალური არ იყოს. იქაც სიტუაციას გააჩნია. ой, ზერო კლიენტები არის თქო აქტიურად ვითარდება, ანუ უდისკო და მარტო მონიტორია და ანუ ოპერაციული სისტემა თქო არ არის საერთოდ განთავსებული ამ ფიზიკურ ლოკაციაზე, ანუ სერვერი, ანუ ამას ქვია ვიდი ტექნოლოგიები, თქვათ Horizon-ი არის ამ შემთხვევაში სისტემა, რომელსაც VMware აწარმოებს. ანუ როცა შედიხარ, იმ ჯდოს ჩდება იქ ვირტუალური მანქანა სერვერზე. როცა შენ ღილაკს დააჭერ რაღაცა ხელ კლიენტზე და შენთვის შეიქმნება იმ მომენტში ვირტუალური მანქანა. ანუ და ეს საშუალებას იძლევა ერთი ხანგრძლივობა იყოს მოძმეყოფილი, ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა სამუშაო ადგილის უფრო მეტია ვიდრე ფიზიკური კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში და მეორე ხელს უწყობს ესე იგი ხმაურის დონის შემცირებას, კლიმატური კონტროლს თქვა ოთახი სივრცეებში, რომ ნაკლები იყოს თბო გამოსხივება, ნაკლები ხმაური იყოს და ნაკლები მომსახურება დაჭირდეს ადგილზე, ანუ ცენტრალიზებულად ხდება ამ შემთხვევაში აპგრეიდის განახლებას და ყველაფერს. კი ბატონო, და ასევე ეს კონტროლერები თუ მართვის ინსტრუმენტები ზოგადად მიდრეკილი არის, რომ გავიდეს cloud-ში და ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების მართვა უკვე არ ხდება კონკრეტული ლოკაციიდან, არამედ cloud-იდან და ეგეც ტენდენციად შეგვიძლია განვიხილოთ. ამიტომ აქ გვიწევს უკვე სხვადასხვა ბრენდების შესწავლა უკვე სხვადასხვა ინსტრუმენტების, მაგრამ თუ ზოგადად იცი ტექნოლოგია, მე კონკრეტული ბრენდის რაღაცა სპეციფიკის გაგებაც არ უნდა იყოს რაიმე ესეთი საკუთრებული სირთულე. ვასია ბატონო. დიახ. ეთილი. მოდი მაშინ თუ კითხვები არ არის, დღევანდელი დღეებს შეხვედრა შევაჯამოთ. როგორც თქვით, გამოიკვეთა ბევრი მიმართულებები, ბევრი შესაძლებლობები დასაქმების კუთხით, ცოდნის პროგრამერების მიმართულებით არის სერიოზული მოთხოვნები მსოფლიოში, ანუ მიუხედავად იმისა, რომ AI ტექნოლოგიები, ანუ ელემენტარულ კოდირებას უზრუნველყოფენ, სისტემურ ინჟინერებზე, პროგრამულ სისტემურ ინჟინერებზე არის სერიოზული მოთხოვნები, რომელსაც იდება კიდევ უფრო ღრმად ცოდნა, რომელსაც აქ შეუძლია პროექტირება და არა მარტივი კოდირება. მარტივი კოდირებზე, მარტივი კოდის დამწერებზე უკვე მოთხოვნა შემცირებული არის. ამიტომ თუ თქვენ პროგრამირების მიმართულებით გინდათ განვითარება, უნდა იყოთ არის საჭირო. კი ბატონო. ცოდნა არის საჭირო. იმიტომ ფაქტიურად არ არსებობს ყველაფერი პროგრამირდება. კონტროლერებიდან დაწყებული ყველაფერი შეიძლება პროგრამირება. სისტემებიდან დაწყებული. ანუ ეს მართლა ამ კურსში კარგად ნახავთ ამ სრულ ტენდენციებს რა. და რომელი კურსი დაუწერ კონკრეტულად სახელს? აი დაუშიარებ უყურე. აი მე თქვენ ჩატში გამოვაგზავნე ხა და ხო შემიძლია დაშიარება ბატონო ის? კი. ეკრანის დაშიარება როგორ არის? უცერა არ ჩანს ჩემი ეკრანი.
ჯერ არ არის გაზიარებული. share ეხლა გამოჩნდა. გამოჩნდა? მოგეთ ამ კურსზე introduction to IoT and digital transformation-ია. ენა შეიძლება ვიცით გადართოთ. აქ არის ანუ ყველაფერი რო ეს რა ყველაფერია დაკავშირებადი. ანუ ყველაფერი ერთობა, ხო? ეს ისგან არის როგორ ანუ ვითარდება smart ტექნოლოგიები და როგორ ვითარდებოდა რობოტექნიკა, როგორ აქტიურ როლს ასრულებს, ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჭკვიანი საკეტებიდან დაწყებული, რა ვიცი, ყველაფერი იცვლება. ბატონო, Cisco უახლეს ტექნოლოგიას ასე ვთქვათ, გვთავაზობს. უახლესია, როგორ ხდება გამტარობის მიმართ მოთხოვნები, როგორ ხდება დაგეგმვები და მე პატარა კვიზებიც აქვს, მოგცემს სურათს, როგორ გაიგეთ ეს საგანი, აქ პატარა პაკეტ რეისერის ამოცანებიც გვაქვს წარმოდგენილი. მე როგორ ხდება, ვთქვათ, უყურე IoT device-ების განვითარება, IoT-ის ასე შემდეგ. ნუ საინტერესო კურსია. მოკლევადიანის გაკეთებაც შეიძლება, მაგაზე გარკვეული რაღაცის აგება, მასშტაბლებლების საყურადღებოდ და სტუდენტების საყურადღებოდაც შესაძლებელია თვითონაც ისწავლონ მოკლედ. დავამხრივი შესაძლებლობა. კი ბატონო. აი კოდირების მინიმალური რაღაცა. რა ტიპის პროგრამირების ენები არსებობს, რაზეა მოთხოვნები, რა არის ბლოკური პროგრამირება, რა არის თქვათ Python-ი, რა არის, მოკლედ ბევრი საინტერესო დეტალია, რომელსაც ეს არის საბოლოო ჯამში. სავალდებულო კურსი შეიძლება ჩაითვალოს, რა. ვისაც უნდა ჩაიხედოს თანამედროვე IT ტექნოლოგიებში და მის განვითარების მოთხოვნებს და ნუ ეს სფერო თუ გაინტერესებს, ახლა აუცილებლად უნდა ჩახედოთ ეს ახლა გამზადებულია აღერ პროგრამა. კეთილი. ურმესი მადლობა ბატონო ლადო, დღევანდელი დღისთვის, მოკლედ. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის, თქვენი დროის დათმობისთვის. იმედი მაქვს, რომ სასარგებლო იყო ყველასთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეთ. ვინც ვერ გვესწრებოდა დღეს შესაძლებლობა ექნებათ რომ ის ჩანაწერი ნახონ ჩვენს YouTube არხზე. და თუ რამე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მომავალშიც შეგიძლიათ დასვათ ჩვენ Facebook ჯგუფში ან მაილზე მოიწეროთ და შემოვნებით ჩავერთვებით ამ პასუხის რეჟიმში. თუ კითხვები არ არის, შეგვიძლია დღევანდელი სესია ესე პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ. ურმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. არ არის კითხვები? მეგონი არ არის. მადლობა ყველას, მადლობა ბატონიკში იაზოს ამ პროექტის ორგანიზებისთვის და განხორციელებისთვის და ყველა თქვენთაგანს ვინც მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა, იმედია ჩემი კი არა ზოგადად ეს პროექტი იყო საინტერესო, მიიღეთ უამრავი ახალი ცოდნა და ინახეთ რაღაც გარკვეული პერსპექტივები. რა ვიცი, გისურვებთ წარმატებას და იმედია ცოტათი გავფართოვდა თვალსაჩინო და რაღაცა შესაძლებლობები ცოტა სხვა კუთხით დავინახეთ. ყოველი ახალი შეხვედრის დროს. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ლადო. აი ხა, წარმატებები კიდევ ერთხელ. დამშვიდობებით. მოშეფეთრებდა.